Kolegebo მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა, kolegebo. Პირველი რაც შეეხება მიმდინარე პლენარული ხდომების კვირას, ჩვენ დაგვჭირდება სამშაბათი და ოთხშაბათი, ორი დღე იქნება პლენარული ხდომები, გთხოვთ შესაბამისად დაგეგმოთ ასევე თქვენი დღის წესრიგი. რაც შეეხება პლენარული ხდომების დღის წესრიგს, რომელსაც დღეს განვიხილავთ, განსახილველ საკითხებში დამატებულია მაუწყებლობის შესახებ კანონი მესამე მოსმენით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგმულ პირთა დევნილთა შესახებ კანონში მესამე მოსმენით ცვლილება მაუწყებლობის შესახებ მესამე მოსმენა რეგლამენტი მესამე მოსმენა რეგლამენტში ცვლილება გენდერული თანასწორობის შესახებ პაკეტი მესამე მოსმენით ასევე დაგეგმების პროექტი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ 1980 წლის კონვენციის რატიფიცირების შესახებ კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ცვლილება მეორე მოსმენით ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით საჰაერო კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით სარკინიგზო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით წიაღის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით ეს რაც შეეხება განსახილველ საკითხებს რაც შეეხება ახალ ინიციატივებს კანონის პროექტი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი აგრარულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო დასკვნისთვის ბატონო, გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილება. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. დადგენილების პროექტი 2013 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე გადადის დღის წესრიგში დაანონსებული გაფართოება საგამოძიებო კომისიის მანდატისა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ჩვენ დებულებაში ცვლილება საგამოძიებო კომისიის არის წარმოდგენილი და უნდა დავამტკიცოთ, გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას, მადლობა, ასევე იგივე ცვლილება რეგლამენტიდან გამომდინარე. დავამტკიცოთ გამომდინარე რეგლამენტიდან. შემდეგი საკითხები გახლავთ ტერიტორიული პრობლემების აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დაკავშირებით კომისიის დასამტკიცებლად წარმოდგენილი დებულება და გთხოვთ აქაც მხარდაჭერას, მადლობა. შემდეგი საკითხები მე-4, მე-5 საკითხი გახსოვთ ვადის გაგრძელება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისგან წარმოდგენილი და გთხოვთ ამასაც დაუჭიროთ მხარი. ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების ფრაქციის მომართვას აკაკი ალადაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, ასევე ცნობად ვიღებთ პარლამენტის აგრარულ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს მის მონაწილეობის შესახებ, დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ფეოდალურ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში. ასევე წარმოდგენილი არის პარლამენტის დავით მათიკაშვილის ანგარიში სუამის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ინფორმაციისთვის ასევე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალ დებულებებში განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ბიზნეს ომბუდსმენის მიერ არის წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში, რომელსაც გადავწევთ დარგობრივი ეკონომიკის ადამიანის უფლებათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებს. კომუნიკაციის ეროვნული კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხრეთა ინტერესის საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2024 წელთან დაკავშირებით, ესეც გადაეცემა იმავე კომიტეტს დარგობრივი უფლებების და უფლებების კომიტეტს. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს როგორც წამყვანს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს როგორც სავალდებულო კომიტეტს. ასევე მე-14 საკითხი და მე-15 გახლავთ საკანონმდებლო წინადადებები. პირველი ეხება უმაღლესი განათლების კანონს, გადაეცემა განათლების კომიტეტს, ხოლო მეორე ეხება
დისლექციის მქონე პირთათვის მართვის მოწვევის თეორიული გამოცდის დროის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. შემდეგ ინფორმაციის სახით არის ლობისტის ანგარიში ხარჯებთან დაკავშირებით. მე-17 არის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება გასცადენებს და ასე შემდეგ, გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს. მე-18 საკითხი ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება თბილისის წყალმომარაგებას, გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს. მე-19 ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება გასცადენებს, გადაეცემა კვლავ დარგობრივ კომიტეტს, კვლავ საკანონმდებლო წინადადება, იგივე ავტორები არიან ამ წინადადებისა, გადაეცემა, რომელიც ეხება ქალაქების კვარტლების საერთო კრების ჩატარების და კვარტლების შეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე. გადაეცემა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტს. შემდეგი საკანონმდებლო წინადადება სისხლისწარმოების კოდექსს ეხება, გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. შემდეგი წინადადება საერთო სასამართლოების კანონს, გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ბოლო საკითხი არის ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება მოქალაქეთა განცხადებების გაკეთების დარეგულირების შესახებ პროცესებთან და გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, დღევანდელი ხმა დახურულია, ხვალ ბიურო გვექნება 12-15 წუთი დააგრძელება და შემდეგ როგორც დავანონსეთ 3 შაბათი 4 შაბათი იქნება პლენარული სხდომები.